პროექტ წიგნიერი ლიდერის ფარგლებში კონკურსი მიმდინარეობს. მასში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. აღნიშნულ პროექტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ძველ და ახალ აღთქმას, ასევე მსოფლიო რელიგიების ისტორიას. ტესტირების კონკურსი მოძრაობა დავითიანნის არაფორმალური განათლების სასწავლო ცენტრში გაიმართა. ფინალური ტური 22 დეკემბერს ჩატარდება. გამარჯვებულებს საჩუქრად ბაკურიანის საგზურს გადასცემენ. პროექტი წიგნიერი ლიდერი დავითიანის მრავალწლიანი პროექტი არის, რომელიც მოიცავს ძველი და ახალი აღთქმის კატეხიზმოს და მსოფლიო რელიგიების ისტორიის სწავლებას. ამის გარდა ჩვენ გვაქვს მეორე მიმართულება, ეს არის საკლუბო მიმართულება, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ვსაუბრობთ სასწავლო მიმართულებაზე, რომელიც აი იმ სწავლებებს მოიცავს, რომელსაც რელიგიური სწავლება ქვია. ამ ეტაპზე პირველ სემესტრში ჩვენმა პროექტის მონაწილეებმა გაიარეს ძველი აღთქმის შესახებ სწავლებები. ეს თემები არის სამყაროს შექმნა, ადამიანის ცოდვით დაცემა, წარღვნა, მოსე, იაკობი, აბრაამი. ეს არის ყველაზე ესეთი საკვანძო საკითხები ძველი აღთქმიდან. ბუნებრივია ჩვენ ერთწლიან პროექტს ძველი და ახალი აღთქმა და მსოფლიო რელიგიებიც რომ უნდა ვასწავლოთ, ყველა თემას ვერ მოვიცავთ, მაგრამ საკვანძო და მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ და სწორედ ამ საკითხებზე მოსწავლეებმა დაწერეს ტესტები. ეს არის ინდივიდუალური მიმართულება, თუმცა ამ სკოლის მონაწილე მოსწავლეებს შეეძლებათ გუნდურადაც მოიპოვონ გამარჯვება და გუნდურად მოიპოვონ ბაკურიანის საგზური. ეს უკვე ფინალზე მოხდება, ფინალი 22 დეკემბერს არის ჩანიშნული და შესაბამისად იქ გამოვლინდებიან ძველი აღთქმის გუნდური გამარჯვებულები. დავწერეთ ტესტირება, რომლის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა ბაკურიანის წასასვლელი ვაუჩერი. ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი გამოცდილებები მივიღე, ვიმუშავებ პროექტების გაკეთებაში, მის წარდგენაში. ჩვენ გავიარეთ ძველი აღთქმა, რომელიც ჩვენ გვასწავლა ნიკა მასწავლებელმა და ჩვენ ნიკა მასწავლებელმა დაგვაწერინა ტესტები. პირველი სემესტრის ბოლოს ფულების მიხედვით მწავართ ბაკურიანში. იმედია რომ მე ვიქნები.